აქციები, მოწოდებები და პოლიტიკური განცხადებები უკრაინაში დაძაბულობა პიკს აღწევს, რაც გადაწყვეტს იულია ტიმოშენკო გააპროტესტებს CSKS-ს მონაცემებს თუ ოპოზიციაში გადავა. პრემიერის განცხადებამდე იანუკოვიჩის მომხრეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობას ალყაში აქცევენ. არის ვარაუდი, რომ ტიმოშენკოს მომხრეები CSKS-ში შეჭრას აპირებენ. ისინი დღეს ღიად აცხადებდნენ, რომ იანუკოვიჩს ვიქტორ იუშენკო გაურიგდა. პარალელურად ხმაური წარიმართა სხდომა უკრაინის რადაშიც. რეპორტაჟი უკრაინიდან. ვიქტორ იანუკოვიჩს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა. ერთმანეთის მიყოლებით მისაოცი წერილები პარტია რეგიონების ლიდერმა დიმიტრი მედვედევისაგან და რუსეთის პატრიარქის კირილისაგან მიიღო. მოსკოვმა მილოცვები კიევში ისე გააგზავნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას არ დაელოდა. უკრაინა ახლა არჩევანის ზღვარზეა. პოლიტიკური კრიზისი ორმა დაპირისპირებულმა ბანაკმა ან დიალოგის ან აქციების გზით უნდა გადაჭრას. აქციები დაიწყო. იანუკოვიჩის მომხრეებს უკვე მეორე დღე CSKS შენობა ალყაში აქვთ მოქცეული. ამობენ, რომ ამით მათი ლიდერის გამარჯვებას იცავენ. ტიმოშენკოს მომხრეები ჯერ ქუჩაში არ გამოჩენილან, დუმს თავად ტიმოშენკოც. ერთადერთი განცხადება ბლოკის სახელით დუმის ვიცე-სპიკერმა გააკეთა და თქვა, რომ ოპოზიციაში მხოლოდ ერთი პირობით გადავა. თუ პოლიტიკური პროტესტის ყველა გზა ამოიწურება. იულია ტიმოშენკოს ბლოკი მზადაა ოპოზიციაში გადავიდეს, მაგრამ ჯერ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან არჩევნების ოფიციალურ შედეგებს დაველოდებით. მკაფიოდ იკვეთება იუშენკო იანუკოვიჩის ტანდემი. ბოლო დროს მათი ნაყოფიერი თანამშრომლობა თვალსაჩინო გახდა. ბრძოლა ახლა უკრაინაში მარტო პრეზიდენტის პოსტისათვის არ მიმდინარეობს. ისევ გაურკვეველია პარლამენტის ბედი. იანუკოვიჩი რადასწორებს დაემუქრა, რომ თუ ტიმოშენკოს არ გადააყენებენ პრემიერის პოსტიდან, მაშინ თავად მოუწევთ წასვლა სახლში. ულტიმატუმის გაჟღერების შემდეგ რადაში კონსულტაციები დაიწყო. სპიკერმა ლიტვინმა დეპუტატებს ახალი კოალიციის შექმნა შესთავაზა საკუთარი თავების გადასარჩენად. მესამე ტური არ იქნება, არც 2004 წლის რევოლუცია განმეორდება, მაგრამ რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ალბათ იქნება. მე ეჭვება ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა და პარლამენტში ამჟამინდელმა კოალიციამ ეფექტიანი თანამშრომლობა შეძლონ. რადას ხელმეორე დაკომპლექტებისთვის ახლანდელი მოწვევის პარლამენტის დათხოვნაა საჭირო, მაგრამ არ ამგონია ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით. მეორე ვარიანტი რეგიონების პარტიისა და ტიმოშენკოს ბლოკის კოალიციის შექმნაა. დღევანდელი დაპირისპირების ფონზე ამის წარმოქმნა მართლა ცოტა რთულია. უკრაინაში არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდა. ასეთი შეფასებები გაკეთა საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ტიმოშენკოს აღიარებას ველოდებით. დაკარგული ხმების დაბრუნება სასამართლო გზებით შევეცდებით, ხოლო რა იქნება მომავალში, ეს დღეს იულია ტიმოშენკოს გამოსვლის შემდეგ გაირკვევა. ორდღიანი დებატების შემდეგ დუმილი პრეზიდენტობის პირველი ტურის ერთ-ერთმა ფავორიტმა სერგეი ტიგიპკომაც დაარღვია. მას არჩევნების მეორე ტურის შედეგები უკვირს. ეგონა, რომ სულ სხვა სურათი იქნებოდა. თუმცა ასეთი მცირე სხვაობის შემთხვევაშიც ფიქრობს, რომ მეორე რევოლუცია აღარ მოხდება. ის, რომ ორმა კანდიდატმა თითქმის 1% დააგროვა, ეს კარგია, თუმცა მე მეგონა, რომ იანუკოვიჩს უფრო მეტი უპირატესობა ექნებოდა. მეიდანი არ განმეორდება. ვფიქრობ, იქნება ძალიან ბევრი სასამართლო. ვინ აირჩია პრეზიდენტად ხალხმა? ეს არის კითხვა, რომელიც უკრაინაში ყველაზე ხშირად ისმის. ყველას თავისი სიმართლე აქვს. იანუკოვიჩი ისევ ამბობს, რომ მან მოიგო 59%-ით. ტიმოშენკო კი ირწმუნება, რომ იანუკოვიჩმა ხმები მოპარა და დასტურად კიევში მიღებული 71%-იანი მხარდაჭერა მოყავს. როგორც ამბობენ, პოლიტიკურ გარიგებას ფარდა ხუთშაბათს აეხტება. როდესაც იანუკოვიჩი იტყვის, თუ ვინ იქნება მისი მოკავშირე რადაში. უკრაინული მედია წერს, რომ ეს საიდუმლო დიდი ხნის წინ გაშიფრა და მის გვერდით ახლა იუშენკოს ნაშა უკრაინა დადგება.